საშობაო სცენა, საახალწლო სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ასე ტალიტა კუმში საშობაო ღონისძიება გაიმართა. ახალციხის კათოლიკურ სამრევლოსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში საშობაო წარმოდგენისთვის დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. არტ-თერაპიისა და მუსიკის პედაგოგებთან ერთად ცენტრის 11-მა ახსაზრდელმა საკუთარი შესაძლებლობების სტუმრებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინა. ტალიტა კუმი ახალციხეში 4 წელია ფუნქციონირებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქ არტ-თერაპიისა და არტ-მუსიკის კურსებს გადიან. პედაგოგთა დახმარებით ისინი კვირაში 3 დღე სხვადასხვა ხელსაქმის კეთებას სწავლობენ და დეკორაციულ ნივთებს ამზადებენ. დღევანდელი ღონისძიების დასასრულს ახსაზრდელებმა სიმბოლური საჩუქრები თოვლის ბაბუასგან მიიღეს. ეს ღონისძიება ჩატარდა ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებთან ძალიან ძნელია მუშაობა, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ მუსიკითაც, ხელოვნებითაც და ბავშვებმა უკვე აითვისეს, რომ სტუმარი როგორ უნდა მიიღონ და საზოგადოებაში როგორ უნდა გამოვიდნენ სცენაზე. ამ ცენტრის მიზანი ის არის, რომ ეს პიროვნებები, რომლებიც წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას, არ ჰქონდათ კონტაქტი საზოგადოებასთან, ხალხთან, ნელ-ნელა გამოდიან ამ ჩაკეტილობიდან, ამ სულიერი ჩაკეტილობიდან და უკვე ამყარებენ ნელ-ნელა კონტაქტს. ამ ცენტრის სახელიც არის ტალიტა კუმი, რაც სახარებიდან არის აღებული, ნიშნავს, რომ გაიხსენ. ანუ გახსენი პირი, გახსენი სმენა და ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ღმერთის წყალობით ეს ერთ დროს მოხდება.